მეგობრებო, ეს არის ჟელეს საოცარი და უგემრიელესი დესერტი პანა კოტა. მოამზადეთ და დამლოცავთ. ზოგი გამლაცავს კომენტარებში, მაგრამ არ აუშავს. გვჭირდება სულ 5 ინგრედიენტი. თავდაპირველად 3 სუფრის კოვს ჟელატინს დავასხი 150 ოთახის ტემპერატურის წყალი და დავდგე ასაფუებლად 20-30 წუთით. არევა არ ჭირდება. ამის შემდეგ 800 გრამ არაჟანს, რომელიც წინასწარ გამაღებული მაცივიდან 2 საათით ადრე რომ იყოს ოთახის ტემპერატურის დავამატე 1 კილა შესქელებული რძე და 1 შეკვრა ვანილი. გადაურიე მასა კარგად. ამის შემდეგ გავამზადე წინასწარ ფორმა, ცოტა ზეთი დავასხით, ბევრი არ ჭირდება, მოусვით ირგვლივ, რომ შემდეგ კარგად გადმოვიდეს ფორმიდან. აფუებული ჟელატინი დავდგი ორთქლის აბაზანაზე, არ ჭირდება მორევა, თავისით უნდა გათნეს ესეც. გამბნარი ჟელე აუცილებლად სწრაფად უნდა გადაურიოთ მიქსერით არაშნიან მასას. ეს პროცესი უნდა მოხდეს სწრაფად, რომ არ შედედდეს ჟელე და თანაბრად გადანაწილდეს მასაში და სწრაფად უნდა ჩავასხათ გამზადებულ ფორმაში. მე ცოტა ჭიქებშიც ჩავასხი და შევდგი მაცივარში გასამყარებლად. მალე ყარდება, სხვადასხვა პირველი ფენა, ამის შემდეგ დავჭერი მარწყვი, რა თქმა უნდა, გარეთ ცხილი არის, ასევე დაგჭირდება 2 შეკვრა აი ესეთი სწრაფი ჟელეები, დავასხი 500 გრამი ადუღებული წყალი და გავხსენი კარგად. უნდა გაიხსნას ჟელე კარგად და უნდა გაგრილდეს ბოლომდე, აი უნდა გაცივდეს და ამის შემდეგ უნდა დაასხათ მეორე ფენად. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, აუცილებლად გამომიწერეთ. დიდი მადლობა წინასწარ ყველას. გამყარებულ პირველ ფენას მოვაყარე დაჭრილი მარწყვი. მე მინდა რომ მარწყვი იყოს ძირს დალექილი და არ ამოდიდდეს ზემოთ, ამიტომ ვაკეთებ ასე. ცოტას ოდნავ გაგრილებულ ჟელეს მოვასხამ ძირზე, რომ დაეწებოს მარწყვი და შემდგომ მაცივარში 1-15 წუთით საყინულეში ჯობია უცებ სწრაფად დაეწებება მარწყვი პირველ ფენას, შემდეგ გამოვიღებ უკვე გამყარებულს და ასევე კიდევ ასე ფაქიზად უნდა დაასხათ, რომ არ ამოდიდდეს მარწყვი ზემოთ და მე ვიჩქარე და ბოლოს მაინც ერთიანად მოვასხი ჟელეიანი მასა და ნახეთ რა დაემართა, აი ამოდიდდა მარწყვი ზემოთ. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ როგორც გინდათ ისე გააკეთეთ და შევდგათ მაცივარში 3 საათით სრულად გამყარებამდე. დიდი მადლობა.